გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBROS. დღეს ვარ ნიკასთან ერთად, გაიცანით ტაისონის პირადი ექიმი. დღეს უნდა ავიდეთ ხავსების ქოხი რომ აქვს გაკეთებული მანდ და უბრალოდ მეგობრებო, გზას ვერ გადავიღებ. მე და ნიკა მივათრევთ სიფქვეებს. დინარიდან ავიღეთ ქვები და ცალკე პარკით საჭმეს, რაც ჩანთაში აღარ ჩავდეთ, რაც ცალკე რაც ვიყიდეთ და ქვების თემაში თან გადაღებას ვერ მოახერხებ. ამიტომ პირდაპირ ზემოდან ჩაგერთვებით. ახლა გავჩერდი ცოტა ხანი დავიშვენოთ, იმიტომ რომ ქვების თრევა ასე დროს ძალიან ცუდი არის. მოკლედ ჩაუჯექით. მეგობრებო, ფიქრობდი რომ ქოხი დამხვდებოდა დაბრტყელებული თოვლისგან, რასაც ქვია, იმიტომ რომ აქეთ ზამთრში უბრალოდ გამოვლა მქონდა ვიდეოს გარეშე რა. მუხზემოთ სადღაც აი ბარძაყამდე იყო უკვე თოვლი დადებული და არ მეგონა რომ ეს გაქაჩავდა. აქეთ მე გაჩვენებთ ძალიან დიდი მუხა არის წაქცეული, რომელიც ცოცხალი იყო. ტოტები წყლია გერ პატარ-პატარა, მაგრამ აი ის ხე რომ წაქცია იქ გამიკვირდა. აი მეგონა რომ ქოხი იქნებოდა მიწასთან გავსწორებული, მაგრამ არაფერი ისეთი აი ხავსები არის. რა ხავსიც არ მოეჭიდა ხეს და გახმა ეგენია ჩამოკლით თორე. დანარჩენები ნახეთ, ცოცხლად გამოიყურება, ეგ უკვე კარგია. აისო რა ხეწა გვექცა? მეგობრებო, გემახსოვრებათ ალბათ ეს ხე. ამ ქოხის ეპიზოდებს როცა ვიღებდი ხოლმე, მქონია რამდენიმე კადრი ხე რო ჩანს და მე რო ჩავუვლი. ძალიან დამენადა, თან ნახეთ რამხელა მუხა არის. ორი ჩემხელა ტიპი დასჭირდება რომ ხე შემოავა. მოიცადა ის. აჰა. ძალიან დიდი თოვლი იყო რა. თოვლის ერთი ეგ მინუსი აქვს, რომ ხეებს აქცევს. გამიხარდა მეგობრებო ასეთ მდგომარეობაში რომ დამხვდა. გაიგოს ქოხი. აქ წყალით მოხდა დატოვებული, უთვლის და რაღაცების გასარეცხად ხოლმე. არა, ყველაფერი იყო, ხო? გაჩვენებთ შიგნიდან. ასეთი სიტუაცია შიგნით. მე როგორც გახსოვთ, ეს ცეცხლის დასანთები ადგილი უნდა გავაუქმო და ზედა მხარესაც შევავსებთ, რომ უკვე სამკაციანი გახდეს რა. მაგრამ ბევრი არ არის ჩამოყრილი. ვიდეოში სხვათა შორის უკეთად ჩანს. მე ამებს შევავსებთ რა. და გირო ამოვართ. კარგი სიტუაცია დამხვდა საბედნიეროდ. აი მეებსაც დღეს გამოვზიდავ რაც არის. გადარჩენილია ეს ხავსი. და სადაც აკლია შევავსებ. აი მეგობრებო, ასეთი სიტუაცია. აი შესავსებია მოკლედ რა, მაგრამ რაც მთავარია მართლა დამხვდა ესე მდგომიარე პოზიციაში რა, იმიტომ რომ მე მეგონა რომ აი არაფერი არ დამხვდებოდა აქ და ეგ ძალიან გამიხარდა. მე შესავსებად რო ამოვართ აქ, აი სიცარიელები რაც არის, მაგას ავავსებ ჯერ ტოტებით და მე ხავსებით. ესე იგი მან სისუსტე გამონახა და მაგიტო ჩამოიშალა რა. მაგრამ შიგნი კარგი ის არის, ყვავილებიც ამოსულა. ყოჩი ვარდები. აქ სხვა ყვავილები. ამას რაღაც ცხოველი წაეჯახებოდა და მაგიტოა დანგრეული. ნიკა, ნახე რა სკამი მაქვს.
აგრად მომენატრა მეგობრებო, აქ ამოსვლა, უბრალოდ ზამთარში ფიზიკურად შეუძლებელია რა აქეთ ამოსვლა რა. ჯერ მანქანის გზაზე, სადამდეც მანქანით აქ მოდიხარ. აქ ვერ მოდიხარ ფიზიკურად მანქანით, მე კიდე ფეხით აი ხა სასიარულო, მაგრამ მანქანის გზა უსაშინლესი სანამდეც უნდა მიხვიდე რა. ფეხით ხო უარესი, აი ესეც უნდა იარო რა, თუ დიაღმართებია. მე და გიოც ვაპირებთ აქ ამოსვლას დარჩენით. ქოხსაც ხელს შევავრებთ. ეს არ არის აი საშენ უბრალოდ გადავამხო. მედრიტატები აქვს მოგრეჯილი ამ ხეზე და მოვაშორე, ეგენ შეშად ჯერ არ გამოდგება და ეყაროს და როცა გახმება მერე კი გამოვიყენებ. დღეს ფოტოხაფანგის წამოვიღე და დავაყენებ ისე რომ ქოხს უყუროს, არ ვიცი აქ როდის ამოვალაწე. შეიძლება ერთი ანუ კვირაში ამოვიდე, მაგრამ როცა იქნება ხო იქნება და ამას დავტოვებ რა მოკლედ. აქეთ მაინც არავინ არ მოძრაობს კაციშვილი. ანთაც რაც შეეხება მეგობრებო შეგიძლიათ ნახოთ კემშიერში. ძალიან მოწონს როგორც დააკვირდით სვამისავდივარ. სანამ საქმიანობას დავიწყებ, გლიჯო ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ვიტამინ ფავორის კრეატინ მონოჰიდრატი. ამ დღეებში შორტების სექციაში კაი ვარჯიშის ვიდეოებიც დაიდება. ეს ორი კვირა მაქვს სეტების. დაგიჟებული ვარ. ვაშლის არომატის კაია, მაგრამ მომეატრა გემოს გარეშე. მე უფრო იმას ვსვამ ხოლმე. აი არომატი რო არ აქვს საერთოდ. და სხვა რაღაცაში რო ხსნი, არნაირ გემოზე არ გადაყავ და თვითონ არის რაც არის რა, ორიგინალი. შეხედეთ ამ ხელა რაღაცას ეჭიქება. ვიმეს თუ გინდათ აი ხარად რო გამოხარი თუ აღარ ყავთ, გათხოვებთ უღელში რო ჩაავათ. დაისო, გადაგიგდო? ამო. მოიტანე, მოდი პირით აიღე და წამოიღე, დაისო. წამოიღე, ტაისონ, წამოიღე. ეს რაც ეყარა ბარემ რა. დანარჩენები მერე იყოს. თან ცოტა წვიმებს დაველოდები. წვიმის მერე ხავსი ცოტა გამოცოცხლდება ხოლმე. იმიტომ რომ ზამთარში აი ესეთ ვიზუალზეა. არ არის ფუმფულა.
ამან იცის ხოლმე, როცა ხმელი ხეა ეს სიტყვაზე დიდი ხეა და უნდა მოუჭრა. დგება იქ, რომ ხის აქცევის პროცესში მივარდეს. რა საშიშია, ხო შეიძლება დაეცეს და ის არის, მუსვენანია, ევასება გიხია. მეუბნები ხოლმე შეწადი იქი დადექი, მე ვჭრით ამ უყურებ ამას. აი ნიკა, ესენი იქნება ჩვენი სასტეიკე ქვები. ეს მინდა გავასწორო, რომ სწორად იყოს. ნიკა ეს თითების უატრუსული მაქვს ხოლმე. აი ესე დალაგებისგან. ქვა უნდა გავახუროთ მეგობრებო ძალიან. ორივე ქვა რომ ორი კაი სტეიკი შეიწოს. ჯერ არ ვაპირებ საწმის გაკეთებას, მაგრამ მენთოს და დავაყრი შეშას რა. არ მეგონა რომ ტაისონს ნიკასთან ნახავდი ასე, იმიტომ რომ ნიკასთან რამდენჯერაც მიდის, ან ნემსი უნდა გაუკეთოს, ან ნარკოზი, ან კუდი უნდა მოვაიჭრა, ან რამე რა. ნიკას მოჭრილია კუდით. ხო და ისი ახსოვს და სულ ერიდებოდა ხოლმე ნიკას, რა ეკარებოდა. აქ უკვე მოეწონა. ასეთი აგიზგიზებული ცეცხლი გვინდა, ოღონდ კიდევ ბევრად უფრო მეტად რა. ეს ქვები რო კარგად გახურდეს. აი ამ ხმელხეებში რა სითხეც იყო? დულს ახლა. ეს მეგობრებო, ქვაზე, როგორც გითხარით, სტეიკი უნდა მოვამზადოთ. ნიკა, სვანური მარილი გიყვარს? იყოს. ძალიან მსუბუქად დავსერავ. ნიკა დანას არც უწევი და იმაზე ჭრის და ამის რო წარმოიდგინე. და ის კუთხეებს მოგიჭრი, მეტი რა გოგიკეთ. კაიო. აჯი კაია სვანურ მარილის მოვაყრი და ორეგანოს.
შენი ნაპოვნი ხო, აი როგორიც დავდეთ ეგეთია, წარმოიდგინე და გატეხილი იყო. მე პირიქით მეგვარს. მეც. ჩემი ნაპოვნი ნახე. თავია ფენებს დაიშალა რა. იმედია ნაცარზე და ეგეთებზე პრეტენზიები არ აქვს. კარგად გამოიყურება რა წავა რა. აი დაადნება კარაქია ეგ არა. თან უპოვე ხო ადგილი. არაფერი იკარგება ტყეში. სულ ცოტა ხანით მეგობრებო და ყველაზე წვნიან და ფუმფულას ეიქცევთ. შევწავთ შევჭამთ მე და ნიკა. ამოღების მერე მეგობრებო ცოტა ხანი სტეიკი უნდა დაასვენოთ. რო აიგრევეს წვენი და რაღაც ეგრევე არ გამოუვიდეს. ისე არ არა თქმა უნდა რომ გაცივდეს და ძალიან გათბეს. ცხელი უნდა იყოს, მაგრამ უნდა დაასვენოთ 1 წუთი მაინც სადღაც. და მერე გამოდის ძალიან კარგი. და კამერა ჩანს და ეხავთ. იდეალურია. ისევე როგორც ეს ვიქტორინოქსი, რომელიც ერთ გაჭრაზე გასმაზე უფრო სწორად ჭრის, მაგრამ არ მინდა ძალიან დავაწვე. ფიცარი ქვაზედებს და არ გადამიყირავდეს ამდენი ხორცი. მაინც შეიჭმევა, მაგრამ მაინც რა. მიდიება. აბა, რა გაიგე. როგორი ბილი და წვნიანი არის. გონი ქვამი ვახრამუნი. ძალიან კაი გამოვიდა მეგობრებო. ყვაზი არის სულ საუკეთესო. რა თქვი? მეორე ხვი. რომელი ქვის უფრო კაია? ეს უფრო.
დიდი უმეჯა. ეს უფრო რბილია თითქოს. კარგი იყო მეგობრებო, ამან გამახსენა მე და მირიანმა რომ პირველ ორლენდ გასვლაზე რომ მოამზადეთ ქვაზე სტეიკები, ზუსტად ეგეთი იყო რა. ძალიან გემრიელი იყო. შემდეგ წამოსვლაზე კიდე წამოვიღებ ესეთ ქვებს რომ კონდეს რა შესაძლოა ხოლმე, იმიტომ რომ ყოველ იმაზე მე ამოსვლაზე ქვისტარება ისეთ ცუდია რომ რავი. ახლა ცოტას მე ქოხს ხელს შევავლებ, ხავსების თემაში არა სიცარიელებს ტოტებს ჩავალაგებ და გავამზადებ შემდეგი ამოსვლისთვის და ეგ არის. ესენი მინდა მეგობრებო რომ სიცარიელებში ჩავხნართო და მე სხვა დროს დაემატება ხავსი. მეგობრებო, სანამ წავალთ ჩემს ვიდეო ხაფანგზე რომ გითხრათ რა, ფოტო ხაფანგი უფრო სწორად. მოკლედ ამას წინათ წვიმაშიც გავტესტე, ძალიან კარგი გამოდგა. აი არანაირი დაზიანება არ მიუღია, წყალი არ ჩასულა, ან ჩვეულებრივად შემიძლია თქვა რომ წყალგამძლეა. ეგ ამის რაც მოყვა ანოტაციის წიგნი, არ წამიკითხა სიმართლე გითხრათ, შეიძლება იქ ეწერა კიდეც, მაგრამ მე არ ვიცოდი სიმართლე გითხრათ და ნერვიულობდი რომ მე თქვი აი ამ წვიმებში თუ დამხვდება საერთოდ საღმგომარეობაში თქო და რო დამხვდა ძალიან გამიხარდა. ძალიან იაფად ვიყიდე ეს 20 და რაღაცა დოლარი გადავიხადე, AliExpress-იდან გამოვიწერე. ჩემს მეგობარს აქვს ეს. იყენებს საკმაოდ კარგა ხანია და რადგან მას უკვე გამოცდილი და გატესტილი ქონდა, ვიფიქრე მეც იგივეს ვიყიდი თქო, იმიტომ რომ ამ ფოტოხაფანგებში ძალიან დიდი არჩევანი, არსებობს უფრო ძვირიანი მოდელებიც, რომლებსაც ცოტა სამომავლოდ ვიყიდი, კარგად რო დავამუღამებ და რაღაცა. ისეთი მოდელებიც არის, რომ აი რაღაცას რო გადაიღებს, ტელეფონში აპლიკაციას იწერდა, თავისით იქ შეგიძლია ნახო, რა გადაიღო, როდის გადაიღო, აკონტროლო ყველაფერი რა. ასეც რაც შეეხება თვითონ ამ კონკრეტულ მოდელს, სახელს აქ მივაწერ, ვაპირებ კიდევ ვიყიდო 2 ცალი მაინც, ჯამში 3 ცალი რომ მქონდეს, კარგი იქნება, იმიტომ რომ სიტყვაზე ერთ შემიძლია აქ დავაყენო, მეორე დავაყენო იქით, აი ქოხისკენ რომ მოდიხარ და რაღაცა. წელს ერთი სუნი მაქვს რაჭაში როდის ჩავა. რომ რატის ტყეებში დავაყენო 3 ფოტოხაფანგი მაინც. იქ ძალიან დიდი შანსია რომ გამოვიჭირო დათვიც, გელიც და სხვა მრავალი არსება.
რატო დამგელი განსაკუთრებით, იმიტომ რომ მე რაჭაში ლაშქრობებზე რო დავდივარ ხოლმე, აი სიტყვაზე სადღაც მთაში მივდივარ, არის ეკლესია და უნდა ავიდე იქ. რო გავივლი ხოლმე, არაფერი არ არის. რო გამოვივლი, ხდება ნაფეხურები მგლისით, დავთვისით და დავთქმა რომ იცის ეს ბალახში კოტრიალი და გადათელვა. ეგრე. შარშანწის ზაფხულში სიცნა ხვდა, დავთქმა მიწის ამოთხრა იცის, სადაც სიტყვაზე ძროხა რომ მოკლას მარხავს რა. აი ეგეთი თემა ვნახე, რომ დიდი მიწა ქონდა ამოთხრილი, რომელიც რო გავიარე, არ იყო. მოკლედ, ამეებით რაჭაში ძალიან მაგარ რაღაცებს გადავიღებ. დღეს ვაპირებ დავაყენო ქოხთან, სატყუ არ მაქვს წამოღებული საჭმელი. მაგას მიმოფანტავ აქეთ-იქით და ნახოთ აბა ქოხთან რამე თუ ჩაივლის. როგორც გახსოვთ, ქოხის ერთ-ერთ ვიდეოში მე და გიომ რო ავაშენეთ გონი მაგ ღამეს თუ შემდეგ ღამეს. ხო, პირველი ღამე იყო რო ავაშენეთ, ზუსტად იქით ახლაც მახსოვს იმ ხესთან ტურა იყო ესე ხეზე ორი ფეხით აყუტებული და ესე ვიყურებდა გვერდიდან რა. ეგ ვიდეო გემახსოვრებათ. ხო და დავაყენებ და ნახოთ აბა ამ დღეებში თუ გამოივლის რამე. რაც შეეხება ჩემ აქ მოსვლას, შეიძლება აქ 1-2 კვირა არ მოვიდე. ახლაც რომ მოვდიოდით მანქანის გზაზე ვიძახი, ძალიან ცუდი ტალახი იყო და ერთ მომენტში ნაპირში ჩავცურდით კიდეც. გვერდზე იყო ხმელი ხე. გადავედი, ზუსტად კარები ეტაკებოდა. გადავედი, ეგ ხე მოვჭერი, მე ნიკას უთხარი რომ წინ და ცოტა მიაწექი მანქანას მეთქი და ამოვედი რა უკოსვი, თორე ეგ ხე რო არ მომეჭრა. ჩემი საჭის მხარეს, ჩემ პირად კარებს დაჭიჭყავდა უვიჭველი რა და ახლა კარის გაფუჭება ნახდად არ მინდოდა. სახელს მივაწერ კამერისას რა როგორც გითხარით, იმიტომ რომ ამას წინათ ლინკი მთხოვეს და ლინკს აღარ მიხსნის, მარაგში არ არისო. ამიტომ სახელს რო ჩაწერთ, იპოვით. აი ვიზუალურადაც რომ დაიმახსოვროთ და რამე სხვა არ იყიდოთ. 20 და რაღაცა $, იყიდა როგორც მახსოვს. თუ არ შევამცირე ძალიან ეს თანხა ჩემი მახსოვრობით. აი აქ დავაყენე ფოტოხაფანგი და ასე გადაუღებს ხეს. თავიდან აი აქ გვინდოდა მე და ნიკას. ფუღუროა თან და პირდაპირ შიგნიჭდებოდა, მაგრამ შეიძლება ის სიმყარად არ ყოფილიყო, რემენი არ წვდებოდა. და კარგად შეიძლება არ დაეფიქსირებინა და ჩამოვარდნილიყო. ამიტომ გადავწყვიტე აქ. კი ჩანს, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, კაცის შვილს არ ჩამოვურია აქეთ. რა ყველაფერი ისე დამხვდა, როგორც დავტოვე. დავუშვით მეგობრებო. მე დიმაქვს რაღაცას გამოვიჭე. თან ძალიან მაინტერესებს ხოხთან რა. უფრო მაგარი იქნება. ჩემი ხოხი როა და გვერდით რაღაც ცხოველი და ჩაივლის. ესე გამონიკა. აუდ მეგობრებო, დღეს სატყუ არად ხორცი არ დამიტოვებია. აი ნიკა შეხედე. ეს არის შველის. შლის უფრო სწორად. აი. ჩემო ხოხთან ჩაიარეს. და მოკლედ სატყუ არა დღეს არ დამიტოვებია არანაირი ხორცი რა. საერთოდ არ გამხსენებია ხორცის ყიდვა. არც მაღაზიაში გამივლია ეს სათმის გულღიძლი რომ ამეღო. ტაისონის საჭმელი რაც ხონდა წამოღებული. ეგენი მიმოვხანტე რა. და რო დავაკვირდი ესედაც სადაც ამან დაიწყო უკვე. სადაც აი სიტყვაზე სალაშქრო წახვედი და კოცონი გენთოდა რაღაცა და მე მოამზადე და რაღაც პატარა ნარჩენიც დატოვო. შემდეგ ვისვაზე არაფერი არ დაგხდება. იქნება ახაც გამოიარონ რა. ცოტა შორის თან ამ ხოხთან მე მანამდე წინა ეპიზოდებში როცა ვიღებდი ხოლმე ტესტავდი. ტოვებდი ხოლმე ხორცს და რაღაცები თუ გამოვიდი და რამე და რავი არასდროს არ დამხედია. შესაბამისად არის შანსი რაღაცამ გამოიაროს. და როგორც გითხარით, არ ვიცი სადღაც 2-3 დღეში აქეთ თუ დავბრუნდები. 2-3 დღეში თუ არ დავბრუნდები, მინიმუმ 1 კვირა აქ არ ამოვა. ამიტომ მეტი შანსია რაღაც კაი იყოს.